მე მომიგონდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ძვირფასი სტუმრები. ანსამბლი კელაპტარი. მოგესალმებით ჩვენ გენაცვალეთ. როგორ მიხარია რომ მოკრიბეთ ყველანი და ერთადღაც სრული შემადგენლობით წარმოდგენილი და ძალიან მიხარია იმიტომ რომ თითოეულ თქვენგანს გაქვთ უდიდესი დამსახურება წლების მანძილზე. იმიტომ რომ პირნათლად ემსახურებით ხალხურ შემოქმედებას და თქვენი შესრულება სხვათა შორის ამ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია TikTok-ზე. ბევრმა არ იცის რომ უამრავი ჰანგი მილიონობით ნახვარო აქვს, სწორედ თქვენი შესრულებაა და თქვენთან ერთად ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ამაგდარ და შესანიშნავ უნიჭიერეს მუსიკოსებს. დიდი მადლობა თქვენ რომ შეგვიძლია შემოყვანილ. გაიხარეთ ზემო ძვირფასო იზო და დავით ბატონო როგორც ხელმძღვანელთან გადმოვალ შენთან. მოგესალმებით. რა თქმა უნდა გია ბატონო მადლობას მოგახსენებთ რომ გაგახსენდით კელაპტარი. კარგია და თუ კი თქვენ მაგალითს აიღებენ თქვენი კოლეგები. არ იქნება ურიგო, ხო? არ იქნება ნამდვილად ურიგო, იმიტომ რომ ზოგიერთ ახალგაზრდას გონია რომ ჩვენ ცოცხლები აღარა ვართ. ჩანაწერებს ისმენენ, ეს არ იქნებია. იქ და ესე იგი არაჩვეულებრივი გამოფენის არ იყოს, არ მიგიღიათ მონაწილეობა გამოფენებში და აბატონო, დავიწყოთ ჩვენი შოუ. ძალიან კარგია, სხვათა შორის წლებია ჩვენ არ შევკრებილი ვართ და თქვენს გადაცემაში აი ახლა პირველად წარდგება კელაპტარი ტელემაყურებლის წინაშე. ძვირფასო მეგობრებო, გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანი არის მართლაც ჩინებული პროფესიონალი მუსიკალური მიმართულებით, არის ხალისით სავსე ადამიანები და შემოიზოლდა. მე მინდა რომ სწორედ ეს ხალისის ელემენტი ჯერ შენ შემოიტანო, როგორც ჭეშმარიტმა კოლხმა ქალბატონმა. დიდი მადლობა შეფასებისთვის. საერთოდ ჩვენ კელაპტარი რო შევიკრიბები და ან სუფრასთან ვართ, ან სადმე, სულ ყველა ლაპარაკობ ჩემზე, იმიტომ რომ კურიოზის დედოფალი ვარ რა. ყველაფერი თუ რაიმე ხდება, ჩემ თავზე ხდება. სულ ახალი შეკრებილები რო ვიყავი და ჩემზე რო იცინოდნენ, ჩემი მეუღლე არ იცნობდა ამათ და მე ვთხარი ვაიმე რა კარგად იცინიან ჩემზე მეტაში კი არ იცინიან დაგცინიან. მე ვთხარი მე რო გაიცნო ეგენი მიხდნენ და აქ გავიხსენებ ხა კელაპტართან აი ბოროტიზის ის მამალაძე მამალაძე შეთავზე აიღე ხო თავიდან ბანის ფანდუ მე ხო თქვენ იცით რომ ჩონგურზე უკრავ ბანის ფანდური ნუ ასე დათო შეთავსებით და მეფის სიტყვა კანონია აღარ უნდა ლაილაია ისე დათო გინდა თორე ბანის ფანდური უნდა დაუკრავო და არ ვიცი ეხლა ისინი ნოტები და აკორდებით და დამიწერა მარინა გიორგაძემ აკორდები ასე და გამოვდივართ ძალიან კარგ კონცერტზე მისულა ეს მამალაძე და შეუცვლია ეს ნოტები გამოვდივარ და უკრავ ესენი სხვას უკრავ მე გამკრავან ხელი მივატოვე კიდე რაღაცა გამკრავ ესე ვიყავი გაჩუმებული სცენაზე და მე ვინ გააკეთა აი ბოროტმა მამალაძე აბონო თამაზ რა ჩაიდინეთ ესეთი ამავიდა ზაციელი შენ ზიარაფერს არ ვიტყვი მაგრამ იმისთანა მარგალიტები აქვს რო არ თქვა არ შეიძლება დავაუში რეპეტიციაზე ვართ ახლა ველოდებით ისოს მოვიდა ესეთა დედა რა მოვიდაო ერთი ხვაჯერ გაიმეორდა რა მოგივიდა ისო და მარშრუტით მოვდივარ სახლიდან მოველი ტელევიზიასთან და გაველი წინა და გამარჯობათო ვეუნდები ძღოლსო გამარჯობა შენ არ იცი მაგრამ გავაში შენ მოყერა დილიდან რო გამოვედი სახლიდან რაღაცა ის მანქანაზე არ შეგეშალოს ის სხვა არის ამეკვიატება სიმღერა და ამეკვიატა რაღაც გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო კაცო ამას გულში ვიძახი და თან გაფრთხილებული ვარ სასწრაფოდ დაგვიანება მქონდა საიდან დავდიოდი აფრიკას რო ეძახიან იქიდან ახლა ჩემი გაჩერების ის მოვიდა და რო წამოვხდი მძღოლსეუბნები გამარჯობათ მეთქი და შემომხედა ამ კაცმა და გააგრძელა და გამარჯობათ მეთქი და კიდე არ გააჩერდა მესამე ხალბატონ ხომ მშვიდობა არის რა არის და გაგიმარჯოთ მაგრამ რა კარგად ახარო და ვაიმე დიდი ბოდიში მეთქი გააჩერეთ უნდა მეთქი გამარჯობა გითხარით თელმა ავტობუსმა დამცინა მარშრუტიდან დამძრეი ვერ არის ეს სიმღერის ბრალი ყოფილა არ არის ქალბატონო იზოზვრალი ხელოვნებამ სხვებს მოითხოვს ეს სხვადასხვა ჩვენი ქალბატონი ლიას დაბადების დღეა მაინც მიულოცოთ მე და ომარი მივდივართ ქალაქ რუსთავში
მაშინ ანსამბლი რუსთავი ეკუთვნოდა რუსთავს, ქალაქ რუსთავს. დავამატოთ ისიც და უთხრათ მაყურებელს ჩვენ რომ ვახსენებთ სახელს ომარი ნათელია ვიზია საუბარი, მაგრამ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ლეგენდარული შემსრულებელი და დამფუძნებელი ანსამბლისა კელაპტარი ბატონი ომარ კელაპტრიშვილი. ამიტომაც ქვია ანსამბლ კელაპტარი. ბატონო. ნათელი მოგონება ამ დიდებულ მუსიკოს. მართლაც დიდებული მუსიკოსი, დიდებული ადამიანი, დიდებული პიროვნება და დიდებული მეგობარი იყო, იმიტომ რომ ის ჩვენზე გაცილებით დიდი იყო და აი როგორც ძმაკაც და მეგობარს ისე გვექცეოდა. და რამხელა წვლილი აქვს შეტანილი, აი სცენაზე, სალამურზე დაკვრის ნამდვილი დიდოსტატი იყო და აი ამ ინსტრუმენტის განვითარების კუთხით აი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მას, როგორც ვირტუოზ შემსრულებელს. უდაოდ, რა თქმა უნდა. ომარი ძალიან დიდი ხელოვანი იყო და აი მაგას ყვებოდი ზუსტად რომ მე და ბატონი ომარი მივდივართ ქალაქ რუსთავში, ჩამოსულები არიან გერმანელები, რომლებმაც უნდა ნახონ ანსამბლ რუსთავის კონცერტი. ქორეოგრაფიაც იყო, მომღერლებიც იყო და მაშინ მე და თამაზი ტრიოში უკრავდით ომართან და რუსთავშიც უკრავდა ყველგან, ტრიოში ვიყავით. ხო და ომარის ყავდა ახალი 09 ჟიგული, 0-ზევიც რო ეძახიან, უხეშად უნდა თქვა რა, ჟარგონულად. ხო და 0-ზევიტი ვისაც ყავდა, მოკლედ ასაბო, მაშინ პირველი კაცი იყო. ხო და მთელი 40-ით მიფრინავდა. უყვარდა ძალიან ელისერდო, მეუბნებოდი ცოტა დაატეკ. ხო და რუსთავში ჩავედით და თეატრში უნდა შევიდეთ რა და ჩასასვლელია მოკლეზია, ჩასასვლელი, მაგრამ ღერძულა ხაზია და არ შეიძლება წესი, მაგრამ ომარმა თქვა ჩავიდეთო და ვინ დაგვინახავსო, უცებ მივიდეთო და ჩაუხვია თუ არა ბუჩქები და გადმოხდა ინსპექტორი. იცოდნენ ხოლმე თიში ლოდინი რაღაცა და გაგვაჩერა ახლა ვინ ხართ, რა ხართ? აი ომარეობნება ისეთ რა ჩვენ მუსიკოსები ვართ ანსამბლ რუსთავში, გერმანელი სტუმრები არიან, უნდა დაუკრათ. უსმინა ამ კაცმა და რას აკეთებთო? მეო სალამურზე უკრავო, სალამურზე. მე ამხელა კაც არ აქვს ცხენია, ჯეროსო და არ ღვევო, ხერუზა. მე რამ შვისტოგზე რო უკრავდა, გიხარია. არ მიტყდა მე და ომარ სიმსივე ესეც აკვა ინსპექტორი და კარგად იყო წავედი. ყველას გასაჭირი რო გულთან მიქონდა ომარი, ეგეთი იყო. მე დადათო ეხლა ოჯახში ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და უყვარდა ჩვენთან მოსვლა. შენო იმერელი ქალი ხარო და სუფრას უცებ გააწყობო და წავიდეთო მოდი მაროსანო ბიჭო, ჩვენ არ გვაქვს ისეთი სახლი მაესტრო დათო ეტყოდა რომ იქ რო ბევრი თავარი სახლი არ არისო, თავარია იქ ვინ ცხოვრობს, ეს არისო და კარგიო წავიდეთო მოდიო ახლა აბა რამდენი ვართო? ღვინო ხო უნდა ვიყიდოთ, აბა რამდენი ვართო და ჭიკაძე იყო ჩვენთან ადრე კელაპტარში კიდე თამაზ ჭიკაძე. თამაზ ჭიკაძე, მამალაძე და დათო იყო ჩემი ქმარი იმ მომენტში. ამას რო წვეთით და რამდენი ლიტრა ვიყიდო ღვინო ეხლაო ჩვენ რო გამოვიდა? კაცი ნახევარი, ლიტრა ნახევარი გვეყოფა. 1 ლიტრაც მეო. აკარები იყვნენ ესენი დაბა იმათთან შედარებით. ხაზგასმით მინდა ჩემი დიდი სიყვარული კიდევ ერთხელ დაუდასტურვა რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს მართლა საოცარ მოვლენაზე და თითოეული ქართველის გულში რომ არის მისი ხმა და მისი ჯადოსნური გარმონი, ეს არის ხალბატონი ლელა თათარაიძე, რომელიც აიგზავნება ჩვენთან ერთად და დიდი სიყვარული მაქვს. ბატონო გია, შეიძლება ისე რაღაც თქვა. მე სოფელში ვიზრდებოდი, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი და ჩემი კუმირი აი თქვენ რო ამბობთ ისე იყო ლელა თათარაიძე. ვაგროვებდი ამის დისკებს და ესე იგი დამქონდა და ფირფიტებს. მაშინ ფირფიტები იყო, სადაც ლელას სურათი იყო, ერთხელ გასტროლებზეც რო წავიღე კიდე. ძალიან მიყვარდა ეს ქალბატონი და არ ვიცნობდი, ახლა რო ჩამოვედი თბილისში მეტროში ვარ და ჩავდივარ ასე ქვევით და ლელა იქით ამ ხარეს ამოდის. რო დავინახე ეს ლელა რო ამოდის, ვაკვირდები და დამთავრებულა ეს გირა და ბრახდა რო გადავარდი და რო დავეცი მოცვიდნენ და ერთი კაცი მეუბნება ისევ ქალბატონო ვინ ნახე ისეთი კაციო რო წაიხეციო და კაცი არა მეთქი ქალის გულისთვის წაიხეცი კაცო. მე ვთხარი ქალბატონი ლელა თათარაიძე ვნახე მეთქი და ო ლელა თუ ნახეო წახდება ზღირსო იმ კაცო. აი ასე და მე ისეთი ბედნიერი ვართ რომ ჩვენთან არის ლელა და კესანე და ჩემი სულ ვეძახ ჩემი დაიამეთ. ჩემო ძირფასო ქალბატონო ლელა, როგორ გზანდებით თქვენ გენაცვალე და რას მეთქი კელაპტარზე? ომართან დაკავშირებით ახლა კი უნდა მოხვიდე ჩვენთან, უნდა მოხვიდე. არა მეთქი გეგმები რაღაცა რა ვიცი ახლა მაინც სოფელთან მქონდა უფრო მეტი ხშირად გავრბოდი ხოლმე იქით. არა და მე როგორც იქნა დათომ დამეთანხმა.
ქავთარაძე. სხვათა შორის ქავთარაძე. კარგა ბლომად დამჭირდა. დიდი ძალის ხმევა დაგჭირდა, ხო? კი, რომ მოსულიყო და ძალიან გაგვიხარდა რომ გადაწყვიტა რომ მოსულიყო ჩვენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რეპერტუარი შეიქმნა შესანიშნავი, გარმონისა და ამ ქართული ხალხური საკრების სინთეზი გადასწარებია, დისკად გამოიცა და დღეს უკვე შეუძლია ნებისმიერს მოისმინოს ეს ნამუშევარი. ორი დისკი და ისმენენ და სად არ არის დადებული ყველა სიუჟეტზე რა და თქმა უნდა, ყველგან არის ეს არის დადებული. ქორეოგრაფები იყენებენ ხშირად ძალიან კელაპტარის მუსიკას და ძალიან ბევრ გადაცემებში მესმის დარწმუნებული ვარო, რაც დრო გავა კიდე უფრო მეტად გამოჩნდება აი მნიშვნელობა და მხატვრული ღირებულება თქვენი ერთობლივი აი მრავალი ათეული წლის განმავლობაში გაწეული შრომისა. მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ. აი ეს ხალისი რაც გაქვთ, შეგენარჩუნებინოთ ძალიან დიდხანს და ახლა ისეთი კომპოზიცია მინდა გთხოვოთ რომ შეასრულოთ, სადაც ყველანი იქნები ჩართული. და სამისო გთხოვთ რომ აი აქეთ ჩვენი შოუს სცენაზე გადმოინაცვლოთ. კი ბატონო. აბა გთხოვთ.
Jingle